მოვითქვით სული როგორც ნუკამ თქვა რეკლამამდე ცოტა დაიმას ვქნა რეკლამის დროს რეკლამამდე ვერ ვიტყოდი ახლა მაგას პირიქით რეკლამამდე დაძაბულები ვიყავი ხო და სული რომ მოვითქვათ ნახოთ რეკლამაო ანუ ეს პერიოდი გამოვიყენეთ იმისთვის რომ ცოტა დამშვიდობულიყავით და მაგრამ შენ აღიარე რომ რაღაცა არის ხო მასში რელაქსის რაღაცა არის აი სულ გონია რომ საიდანაც ელემენტები ხო კი არის ნამდვილად იმიტომ რომ კანი არ არის გველის ტყავი არ არის ისეთი როგორც წარმოგვიდგენთ დარწმუნებული ვარ შენც ფიქრობ რომ არის სლიკინა და სველი და ცივი ხო არ არის ესეთი და რეალურად როდესაც ეფერები და ხელს კიდევ უსიამოვნო შეკრწნებას არ ტოვებს ასე რომ მე მიხარია რომ ეს შიში ჩემში გავძლია მორჩა გველებზე ლაპარაკი ჩვენთან ერთად სტუმრად არის ვიქტორ გეგეშიძე ბოდიბილდერი მოგესალმებით დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. გოგოებო, ისეთი ვარჯიშები გველოდება. კარგია. ხეთებობენ გოგო ბოდიბილდერები. შენ ბიცეპსები კარგად. ქეთი სხვათა შორის ვარჯიშობ და აქტიურად ვარჯიშობ. ეს მაგარია, ეხლა რაც გააკეთა. აი, ნახე როგორი კუნთი. აი, მე როგორი კუნთებია. ქეთი ერთხელ გააკეთა. მალავდა, ესე იგი მალავდა ამას. როგორი არის? სულ რაღაც ერთი თვეა რაც დადის. ანუ სწორად ვარ. პროგრესი ჩანს კი. ფეხზე მაქვს კიდე ძალიან კარგი კუნთი, ახლა ნუ არ ჩანს, მაგრამ შეგიძლია შეეხო. ვაიმე, მარდი. ვიქტორსაც აინტერესებს. არა, ეხლა ისე. მე მაინტერესებს ვიქტორი. ეთერის მერე ნახეთ, ვის რა გაინტერესებს. ვიქტორ, მოდი ვისაუბროთ. აი, ნუკამ სტორი შეკითხვა დასვა. გოგო ბოდიბილდერებიც არსებობს. კი არიან, მაგრამ ძალიან ესეთი მასიური სახე არ აქვს ამას. საქართველოში. ისე ზოგადად კი ბევრი არიან ძალიან. მაგრამ საქართველოში რაღაც ნაკლებ ყურადღებას უთმობენ. უფრო ფიტნესის კუთხით კი არიან. კუნთების რაღაც გაზდის ხრივ და შეჯიბრებებში რომ მონაწილეობა მიიღონ უფრო ნაკლებად. შენ როგორ გაგიჩნდა ამის სურვილი? მე ბავშვობიდან დავიწყე, დავინტერესდი. მიყვარდა მსახიობი შვარცენეგერი და რაღაც დავინტერესდი ძალიან და შემდეგ დავიწყე 16 წლის ასაკში ვარჯიში. 19 წლის ასაკში გამოვედი პირველად შეჯიბრებებზე საქართველოს ამიერკავკასიის შეჯიბრზე. შემდეგ იყო ევროპის შეჯიბრი. რაღაც კონკურსებშიც მივიღე მონაწილეობა შემდგომ რაღაც მისტერ საქართველოს კონკურსი იყო. და ეს ეტაპობრივად რო იტყვიან განავითარეს საქართველო, ანუ რას მისტერ ეს იყო სილამაზის კონკურსი, მისტერ სპორტული საქართველო. 2008 წელს ჩატარდა. ეს ნომინაციაში გავიმარჯვე. ნუ ეს ბოდიბილდინგთან არაფერი კავშირში არ იყო, მაგრამ უბრალოდ ნუ ყოველ შემთხვევაში ამან ხელი შეგიწყო რომ შემდეგ რომელი წლიდან არის რეკომენდირებული რომ მივყოთ ამ პროფესიას ხელი? ნუ დაახლოებით 15-16 წლიდან უკვე შეიძლება ამ სპორტის სახეობაზე სიარული. უფრო სიმძიმეებთან გვაქვს საქმე, ძიმეწონებთან და მაინც და მაინც პატარა ასაკში არ არის რეკომენდირებული. ოღონდ შენი დღე როგორია ხო აი ეს მაინტერესებს მუდმივად ვარჯიშობ, ყოველდღიურ ვარჯიშს საჭიროებს და რამდენად დატვირთული კვირაში დაახლოებით 5 დღე მაინც უნდა ივარჯიშო. დაახლოებით საათნახევარი 2 საათი დღეში. ნუ აქ უბრალოდ არის უფრო კვებაზეა ყურადღება გამახვილებული. ამ სპორტში არ არის თავარი მარტო ვარჯიში. თუ არ იკვებეს სწორედ, ეს ისე შედეგი არ არის. სწორედ კვება რას გულისხმობს, აი რა უნდა მივიღოთ? 3 საათში ერთხელ უნდა მივირთვათ და უფრო კუნთის გაზრდასთან დაკავშირებით უფრო ცილოვანი საკვები უნდა მივიღოთ. ცილებია ძირითადი კომპონენტი კუნთის გასაზრდელად. და უნდა ვიცოდეთ რამდენი გრამი ანუ გრამობით უნდა განსაზღვროთ. რა თქმა უნდა, რომ ზედმეტი არ მოგვიდეს არცნაკლები. სულ კონტროლის ქვეშ, მოკლედ კონტროლი არის აუცილებელი ამ სპორტში. საქართველოში პირველია მამაკაცი ესეთი, რომელიც გატაცებულია ბოდიბილდინგით? არა აქვს მასიური სახე, რადგან ეს პირველი ოლიმპიური სახეობა არ არის და სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება არ აქვს ამ სპორტს. კი. და ყველა დამოუკიდებლად ვარჯიშობს თავისთვის და ესე. ფედერაცია არსებობს? კი, არსებობს, ფედერაციაც არსებობს, პრეზიდენტიც ყავს, ბატონი გოტე მაცაბერიძე. მაგრამ ფინანსები არ არის სამწუხაროდ. ანუ დაფინანსება არ არის და შესაძლოა. კი, რადგან ოლიმპიური სახეობა არ არის, არაფინანსებენ. საქართველოსობენ ბოდიბილდერები, ძალიან საინტერესოა თუ არ არის ეს პოპულარული ეს სპორტი. ნუ როგორც ყველა, უბრალოდ ეს ჰობის დონეზეა, ესე შეიძლება ითქვას, როგორც ანუ მეორადი პროფესია აუცილებლად უნდა გქონდეს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ არ არის. უნდა გყავდეს ვიღაც, რომ დაგაფინანსოს, შენი დაინტერესდეს. არის ესეთი შემთხვევები საქართველოში? მეტნაკლებად. საზღვარგარეთ თუ მოღვაწეობენ ქართველი ბოდიბილდერები? კი, არიან. მაგრამ რაღაც სერიოზული წარმატებები მაინც და მაინც. თვითონ საქართველოში არ ჩატარებულა არც ერთხელ? კი, როგორ საქართველოს ჩემპიონატი ტარდება ხშირად ყოველ წელს
და ამიერკავკასიის ჩემპიონატების სტარტდება საქართველოში. ვიქტორ, შენ შემთხვევაში როგორ არის შენ ცხოვრობ ამ სპორტით, ამ პროფესიით თუ კი, შეიძლება ითქვას, პროფესიით საერთოდ იურისტი ვარ. მაგრამ დღესდღეობით ამით ვარ დაკავებული, ვარჯიშობ, ასევე ვავარჯიშებ პერსონალურად ხალხს, პერსონალური მწვრთნელი ვარ. და რო იტყვიან ჩემ თავს რაღაცნაირად შეიძლება ითქვას, რომ ახალ თაობაში უფრო პოპულარული ხდება ნელ-ნელა. კი, სხვათა შორის მე როდესაც შვედეთში წავედი 2011 წელს, მაშინ არანაირი ინტერესი არ იყო ამ სპორტისადმი. და რო ჩამოვედი რაღაცნაირად უფრო მასიური სახე მიეცა თურმე, მე გავიგე საქართველოში ამ ყველაფერს და მოკლედ კარგია, მე ვფიქრობ ძალიან ესეთი ნორმალურია. იცი რა მაინტერესებს? აი, შენ დღის რეჟიმი როგორია? დღეში რამდენ საათს ვარჯიშობ? დღეში ვარჯიშობ დაახლოებით 2 საათი და შემდგომ ვაკეთებ ცხიმის დასაწვევად კარდიო ვარჯიშებს. ეს რა არის? ეს არის სიარული, თქვა, სირბილი, ველოსიპედის თხილამურებზე. აი 2 საათს ვარჯიშობ სპორტულ დარბაზში. კი, და იქვეა ეს კარდიო ვარჯიშებიც, ეს სარბენი ბილი და მაგას უნდა. მეც 2 საათი ვარჯიშობ ხოლმე და ამასაც და ცოტა ხეში მე მგონი შეგვიძლია თავიდანვე მივყო ხელი. თავიდანვეც ასეთი რეჟიმი გქონდა თუ თავიდან უფრო თავიდან არ იცი ეს სპორტის სახეობა, საერთოდ ინდივიდუალური სპორტის სახეობა არ ხდება ისე, რომ ერთ ვარჯიშს ყველა აკეთებდეს და ყველას უხდებოდეს ეს. ან ერთი სისტემით ყველა ვარჯიშობდეს. ყველა უნდა იპოვოს თავისი, რო იტყვენ გასაღები. ინდივიდუალურად. ყველა სხვადასხვა სისტემა, სხვადასხვა ვარჯიში უხდება. ნუ ალბათ შენ ბუნებრივია გყავს ხომ კერძო მოწაფეები შეგვიძლია ასე ვთქვათ. კი, ვავარჯიშებ. და მათ ინდივიდუალურად urჩევთ რომელი ვარჯიში ჭირდება და რომელი არ. ვაკონტროლებ თუ პროცესს აკონტროლებ, როგორ მიდის თქვა, კუნთის მატება არის, ვისაც წონის მომატება უნდა, არის, ვისაც წონის დაკლება უნდა. მაგ პროცესს ვაკონტროლებ, ვისაც არსებობს როგორც ვიცი, ჩვენ საუბრობთ გააცემის დაწყებამდე ეგრეთ წოდებული დანამატები. რამდენად მისაღებია და რამდენად ფართოდ აუცილებელი იმისათვის, რომ დავიკუნთოთ კარგად. ეს ისეთი თემაა ზოგს გონია, რომ ცუდია რა. მე სულ მგონია, რომ როგორ არის ესეთი დადგენილი სტერეოტიპი არ არსებობს, დადგენილი ნორმა კარგია თუ არ არის კარგი? კარგია. 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 უბრალოდ არის ვინც არ იცის იმისთვის არ ვარგა. ეს არის სიტყვაზე ეგრეთ წოდებული პროტეინს რო იძახიან. ეს არის ჩვეულებრივი ცილა. როგორც არის თქვა კვერცხში, ხორცში, ხაჭოში. ეს იგივე დანამატია, უბრალოდ დღის განმავლობაში საკვებთან ერთად ამასაც იღებ და უფრო მეტი კვება გამოგდის და ამის ხარჯზე უფრო მეტად იზრდება კუნთები. ეს არაფერი რაღაც განსაკუთრებული და საშიში და ესეთი. და მეტ ენერგიაზე მოვყავართ? რა თქმა უნდა, დანამატებში არის აგრეთვე ვიტამინებიც, ამინომჟავა, კრეატინი და სხვადასხვა დანამატებიც არის. და ეს აუცილებელია სპორტსმენისთვის. ეს შეგვიძლია რომ მუდმივად მივიღოთ ვარჯიშის პარალელურად თუ რაღაცა შესვენები. არა, ეს არის მუდმივად მისაღები საშუალო. როგორც საკვებს ყოველდღიურად ადამიანი მიირთმევს, ანუ შესაბამისად ექიმის ჩვენებაც არანაირი საჭირო. გოგო შეგიძლია ამასაც მიიღო. სანამ ვარჯიშს დავიწყებთ, მე ეხა გამახსენდა ერთ-ერთი ფილმი, რომლის სახელიც არ მახსოვს, სადაც ვიქტორი ჩვენს მაყურებელს ალბათ ახსოვს საკმაოდ თამამ სცენებში, ხო? ეს ისტორია რომელი ფილმია ზუსტად არ მახსოვს. შენთა კალანდაძის ფილმი თუ არ ვიცი. ტრილოგია. ეს რაღაც ეპიზოდური რაღაც განსაკუთრებული არაფერი. ლიკა ქავჟარაძე თამაშობს ამ ფილმში, მე როგორც ვიცი. და ეს არ არის ხო პირველი შემთხვევა, როდესაც შენ ფილმში მიიღე მონაწილეობა? ნუ ჩემი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ეპიზოდურ როლებში რაღაც განსაკუთრებული პროფესია და რაღაც განსაკუთრებული მათ არაფერთ არ რთული პირადად მე, უბრალოდ რაღაც სიუჟეტებში, რაღაც ეპიზოდურ როლებში მიზევდა კი თამაში. და დღესაც ვაგრძელებთ და ვაპირებთ კიდეც გადავიღოთ სხვადასხვა ვიდეოები. და ნახოთ რა გამოდის. ცხოვრების წესი როგორი გაქვს? ანუ ალკოჰოლის მიღება, მეგობრებთან ერთად გართობა შესაბამისად, სიგარეტის მოწევა, კი, აუცილებლად ხანდახან განტვირთვა აუცილებელია, სულ ერთი და იგივე რეჟიმში ყოფნა დამღლელი, აუცილებელია განტვირთვა, უნდა გადაერთო. შეიძლება დაუშვათ აი რაღაც სპორტში არის, როდესაც კატეგორიულად მიუღებელია დაუშვათ სიგარეტის მოწევა, თუნდაც ალკოჰოლის მიღება, მაგრამ ყველა მაინც ცოტა ეპარება. თქვენ შემთხვევაშიც კატეგორიულად მიუღებელია თუ შეიძლება ხანდახან? ხანდახან შეიძლება. ხანდახან ყველაფერი შეიძლება. იშვიათად. ასევე ინტერნეტში გავრცელებულია თქვენი ვარჯიშები, შეგვიძლია ასე ვთქვათ, და ინტერნეტ მომხმარებელს შეუძლია ნახოს და სახლში გააკეთოს პრინციპში. შეიძლება ესე სახლში გამეორება? კი, რა თქმა უნდა. იქ მძიმე წონასთან გვაქვს საქმე და ალბათ რთული იქნება ინტერნეტის შექმნა სახლში. ვის არის კიდე ვის რა შედეგის მიღწევა უნდა, ვის რა ფორმების დაყენება უნდა. საქართველოში ძირითადად გახდომაზე არიან ხოლმე ორიენტირებული. გახდომა გამყურებელი. ვიქტორ, გოგო მოსწავლეები თუ ყავს? კი, სხვათა შორის უფრო მეტი გოგო მოსწავლე მყავს. ანუ რომელთაც გაგვიტესტა ერთი ქეთი როგორი მოსწავლე იქნება. ანუ გოგონებს სურთ რომ უბრალოდ ფორმაში იყვნენ თუ სურთ რომ ფორმაში იყვნენ უბრალოდ.
ცხიმი დაიკლონ და სხეული განავითარონ და ცოტა საჯდომი განავითარონ, ასე ვთქვათ. და სხვა სხეულის დეტალები, თუ გამკრივო. ერთი განავითარე. იცის, ამას ეცოდინება უკვე რაღაც. ხო, რაღაცა იცის, იმიტომ რომ როგორც გითხარით, შეგიძლიათ აი რაღაც ისეთი ელემენტარული ვარჯიშები გააკეთებინოთ ქეთი. კი ბატონო, არ არის პრობლემა. ოკეი. ქეთი ისეთი მონდომებული არასდროს ეზარება ვარჯიშზე წასვლა მაგალითად. მე რამდენჯერ დავიწყე ეს საქმე სულ მეზარება ხოლმე. ეცოდინება შენც. ეს განტელში ბევრნაირი ვარჯიშის გაკეთება შეიძლება. როგორც ხრების, უფრო აი დღესდღეობით გაჩვენებთ დღეს საოფისე ვარჯიშებს, ესე ვთქვათ, როგორც სახლის პირობებში. კი ბატონო. სადაც ადვილად შეიძლება რაღაც სხვადასხვა ვარჯიშების გაკეთება. ეს გამართული მაგალითად შეიძლება ხრის კუნთის გაკეთება. კი ბატონო, ხრის კუნთი. ეს განგაშლა ეგრეთ წოდებული განგაშლას ვაკეთებთ. ეცოდინება ეს განგაშლა, ნუ პირველ რიგში მაშინ გაჩვენებთ უგნებავს. აი ესეთნაირად კეთდება. განზე აწევად და ხელების ჩატრიელება. ესეთნაირად შეიძლება გავაკეთოთ. გაიგე, ქეთი? ნახე, ვიქტორ სხვანაირად ეჭირა განტელი. მე მგონი არასწორად გიჭიროს. თუ არ აქვს მნიშვნელობა. ცოტა იდაყრებში და ეს აწევის შემთხვევაში უნდა ჩავატრიელოთ აუცილებლად. აი თითქოს რაღაცას ვასხავთ. ეს აბასხით. აი ამ ვარჯიშს აკეთებ შენ რა და ეს არ აქედან ხდება მიხმარება ესეთნაირად. ხელი ჩაატრიალე. ჩატრიელება აუცილებელია. აი სახლის პირობებში ეს რამდენჯერ უნდა გავაკეთოთ თქვა? მაგალითად შეიძლება 4-5 მისვლა, ეს მისვლა ნიშნავს, თქვათ ერთხელ მივალთ, ერთ მისვლას გავაკეთებთ, თქვათ 15 გამეორებას. დავისვენებთ წუთი ნახევარი, შემდეგ მეორე მისვლას გავაკეთებთ. აი ეს ხელს უწყობს აი ამას. ეს არის ხრის, უშუალოდ გვერდითა ხრის წინა მხარეს მუშაობს, მაგრამ უფრო გვერდითა მხარე. უფრო გვერდითა მხარეს. აი ამის ქალთვალი ქალბატონების პრობლემა არის ტრიცეპსის კუნთი შეიძლება აი უკვე ეგ არის შეიძლება და გვერდზე აი ეს შეიძლება ავწიოთ. აჰა. აკეთებ ამას? კი. იმიტომ გაქვს ესე საოცრად რო გამოიყურებ, იმიტომ. ნამდვილად. ტრიცეპსი. რთულია ხო? მე შეიძლება თუ აკეთებ ხოლმე და ეს რამდენია? 2 კილო. კარგი, შემდეგი რა შეიძლება? შემდეგი შეიძლება გავაკეთოთ საჯდომის ვარჯიში. კი ბატონო, გავაკეთოთ. ეს ფეხის წინ ყველაფერი გავაკეთოთ. ხო? აი ესე ჩასვლა. ბოლომდე ჩასვლა, წელი მაქსიმალურად სწორე. აჰა. და შემდეგ ამოვალთ. ანუ აი ამას რამდენჯერ ვაკეთებ? მეორე ფეხი. მეტი. ეს გადავარდე. არა, სიარულშიც კეთდება. ხო, მე სიარულით ვაკეთებ. როგორ აკეთებ? გაიარეთ. ამას აკეთებ? კი. ერთი ვარჯიში რამდენ ხანს გრძელდება, როდესაც თქვენთან მოდის მოწაფე? სულ მინიმუმ საათ ნახევარი. საათ ნახევარი. ანუ საკმაოდ ისეთი დიდი დატვირთვა. ნუ თავიდან არ შეიძლება მხოლოდ დატვირთვა, თავიდან ნაკლები დატვირთვა, თქოს ნახევარი საათი და შემდგომ უფრო ეტაპობრივად ვანვითარებთ, როგორც ვარჯიშის დატვირთვებს, ესევე დროის ხრივაც უფრო ხანგრძლივად ხდება მის. კიდევ ერთი ვარჯიშებიც ვასწავლოთ. კრედის ვარჯიშები მაშინ აქ ცოტა ისეთ დაწოლილ მდგომარეობაში შეიძლება დაწოლილ მდგომარეობაში. დაწეკი თეთო. არა, ეს არ ყოს. მაღალი ის უნდა იყოს. შეიძლება გავაკეთოთ კერდიდან აზიდვები, ასევე დაწოლილ მდგომარეობაში კი. გადაშლები, განტელების გადაშლები. ხო, აი განტელები და აი ესე არა აქვს ეფექტი. არა, ეგრე არანაირი დატვირთვა არ მიდის. ამ დროს ისე მე ვარჯიშობ ტრენაჟორზე ამ შემთხვევაში. ტრენაჟორებიც არსებობს, ნებისმიერი კუნთი შეიძლება ანუ აი ამ ტრენაჟორზე ვამბობ. კი არის ეს. კიდევ ერთი ვარჯიში რა ვაჩვენოთ მაყურებელს და დავასრულოთ. განტელებით? ჩაჯდომებით შეიძლება გავაკეთოთ. ნუ პრესის ვარჯიშებით შეიძლება გავაკეთოთ. ამ შემთხვევაში განტელები არ დაგჭირდება. მაგალითად აქ ცოტა მოხერხებელი კი იქნება, უბრალოდ სახლის პირობებში შეიძლება. ხო, აი ეს ამას გვინდა ჩვენ ხაზი გავუსვათ. ცოტა ისეთი ის არის. აი ესეთნაირად შეიძლება ამას ჩვენ გავაკეთებთ. და ამ დროს მუშაობს მუსლის ქვედაპირზე. ერთხელაც გაიმეორე. აი ეს ფეხებს მე გრადუად ვერ მე მგონი ცოტა თამათ უნდა ჩამოხვიდე. ტანი ცოტა უდრა უკვე. ანუ აი კიდეზე ჯდები სკამის, კიდეზე. საყვარელი ვარ პირობებში. შეიძლება ყველანაირი ვარჯიშის გაკეთება. თავარი მოინდომო, თავარი სულ. ატრიბუტი ერთი არის განტელი და კიდე რა შეიძლება აი სახლის პირობებში? ნუ დასაწოლი შეიძლება რამე სტეპით შეიძლება მაგაზე გამოვიყენოთ.
თუ განსაკუთრებულად თავარია სურვილი. სურვილი და მოსდომ ვის და ვიცი რა არის ჩვენ ხა ამ შემთხვევაშიც იმიტომ მოვიყვანეთ ვიქტორი ჩვენთან რომ არ არის აუცილებელი რომ აუცილებლად ამ სპორტს გავყვეთ. თავარია რომ რაღაცა ფორმა და რაღაცა გზა მოვძებნოთ რომ ჩვენ თავს მოუვაროთ ფორმები გავიუმჯობესოთ და ჩვენი თავის მოვლაზე გამახსენდა ჩვენს გარეგნობაზე სილამაზე სალონები. არგი ნატალიხსენდა ყოჩა. აი ასე. მადლობა ნატალის, მადლობა ვიქტორს. ვიყოთ ჯანმრთელები და ლამაზები. ლამაზები მშვიდობებით. ხვალამდე, ნახვამდის, დიდი მადლობა. აბა